დედა ცოცხალი ვარო ვინც დაპოსტა და რომელი ქვეყნიდან მისი IP გარკვეული მაქვს, აცხადებს გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი. პოსტი დადიანიძის დედის ერთ-ერთი ვიდეოს ქვეშ კახა გელაშვილის სახელით გახსნილი Facebook გვერდიდან დაიწერა. ამ დროისათვის ეს გვერდი აღარ იძებნება. სქრინს აქვეყნებს დაკარგულის ბიძაშვილიც. როგორც ის წერს, გურამისთვის 27 ივლისს გაგზავნილი მისი შეტყობინება წაკითხულია. თამარ ბაჩალიაშვილის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილის საქმე ირაკლი ღარიბაშვილს უკავშირდება. ქალი დარწმუნებულია, რომ ექს-პრემიერს მოქმედი თანამდებობის პირების წინააღმდეგ კომპრომატები აქვს, რომლებიც წარსულში მის შვილს მოაძებნინეს. როგორც ის ამბობს, სწორედ ამ მიზეზით აღარ დაუბრუნეს ოჯახს კომპიუტერი. ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურას დღეს საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართა. 100 ტონა საწვავის გადატანის მიუხედავად გალში საწვავი არ არის. ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ. როგორც ერთ-ერთი მათგანი ამბობს, ქართველმა სამართალდამცველებმა ენგურის ხიდით საწვავის გადატანაზე 20 ლიტრიანი ლიმიტი დააწესეს. ტელევიზორში გამოვიდნენ და ჩვენ გვაბრალებენ ქართველებს დავეხმარეთო. საქმე ის არის, რომ ყველამ ვიცით, ვისაც დაეხმარნენ, ამბობს ის. თუ ტრამპი ომის ესკალაციას გამოიწვევს, ირანი ევროპაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას განიხილავს, წერს Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, პოტენციურ სამიზნეებად მოიაზრება ბულგარეთსა და კვიპროსში მდებარე ამერიკული აქტივები. წყაროების თანახმად, თეირანი განიხილავს ჰორმუზის სრუტეში წყალქვეშა კაბელების დაზიანებასაც.